დედაქალაქში უხვინალექით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან რა ვითარებაა ქალაქის ქუჩებში. თბილისის მერი დავით ნარმანია გვერდება პირდაპირ სატელეფონო ხაზზე. ბატონო მერო, მოგესალმებით, მადლობას გიხდით რომ გამონახეთ ჩვენთვის დრო. მოგესალმებით საღამოშიც. ბატონო დავით, წვიმამ გადაიღო, თუმცა ნალექი საკმაოდ ძლიერი იყო. თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სად არის ყველაზე კრიტიკულად მდგომარეობა ამ წუთისთვის, როგორია ვითარება? დედაქალაქის ცალკეულ უბნებში უხვინალექიდან გამომდინარე გვაქვს დატბორილი ქუჩები, თუმცა ესეთი ძალიან საგანგაშო და მძიმე მდგომარეობა არსად არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან სწრაფად მოვიდა უხვინალექი მეტროდელისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე უნივერსიტეტის ქუჩა, მარჯვენა სანაპიროზე ერთი მონაკვეთი და რამდენიმე ესეთ მისამართზე მოიმატა წყლის დონე, თუმცა სანეაღრო სისტემა მუშაობს, მერის სანეაღრო სამსახური მობილიზებულია დადიან შესაბამის უბნებში, ისევე როგორც კეთილმოწყობის სამსახური და თბილ სერვისი, სამაშველო სამსახური მუშაობს, რამდენიმე სახლის დატბორილი სარდაფებიდან ხდება წყლის ამოწუმბვა. გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე ქუჩა უერთდება შედარებით ასე ვთქვათ მაღლობ ტერიტორიებს, იქიდან ტრადიციულად როგორც წესი ყოველი წვიმის დროს ჩამოაქვს ნაშალი მასალა და ამის გასუფთავება მიმდინარეობს თბილ სერვისის სამსახურების მიერ. ესეთი ტერიტორია ამ ეტაპზე არის ნაძალადევის რაიონში ერთი მონაკვეთი, არის ასევე მამა დავით სამთაწმინდაზე, შესაბამისად მუშაობენ სტრაფრეჟიმის სამსახურები, რომ შეიძლება დროულად გაიწმინდოს. ბატონო დავით, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, იკვეთება თუ არა წყალანირების სისტემის გაუმართავობის პრობლემა, თუ თქვენ ამ ყველაფერს მხოლოდ ძლიერ ნალექს უკავშირებთ? ყველაზე მთავარი მაინც ძლიერი ნალექებია, მეორე რაც ასევე არის მნიშვნელოვანი ის, რომ მთელ ქალაქში გამართული სისტემა ნამდვილად არ არის, ამას წლები და საკმაოდ დიდი რესურსი ჭირდება, რომ გაიმართოს, თუმცა ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვცვლიდით ქალაქში სანეაღრო სისტემებს და ვაწესრიგებდით, მათ შორის სადაც კი კაპიტალურად გავაკეთეთ ყველგან სანეაღრო სისტემა მოწესრიგდა, მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ მუცუბიძის ქუჩა, დღეს მუცუბიძის ქუჩაზე მიუხედავად ინტენსიური წვიმებისა წყალი ასე ვთქვათ არ დამდგარა და არ დატბორილა, ისევე როგორც არ ყოფილა ესეთი შემთხვევა ბარნოვის ქუჩაზე. მე ასე ვთქვი, ორი მაგალითი მოვიყვანე, სადაც ჩვენ ბოლო პერიოდში მუშაობდით გასაგზავნო სამუშაოებს ასრულებდით და შესაბამისად იტისქვეშა კომუნიკაციები, მათ შორის სანეაღრო სისტემა მოვაწესრიგეთ, თუმცა ესე ჩვენ თუ ასე ვთქვათ ესეთი ტემპებით ვიმუშავებთ და შემდგომ პერიოდებში მოვაწესრიგეთ ცალკეულ უბნებში სანეაღრო სისტემებს, რა თქმა უნდა მდგომარეობა იქნება უკეთესი, მაგრამ მთავარი მაინც არის ის, რომ ძალიან სწრაფად მოდის მოვიდა ამ შემთხვევაში უხვინალექი და 10-15 წუთი იყო ყველაზე ისეთი. ბატონო დავით, თქვენ ისაუბრეთ რეაბილიტირებულ ქუჩებზე, სადაც შეკეთდა წყალანირების სისტემა. ჩვენ ახლა კადრში ხედავდით, მაყურებელი ხედავდა კადრში გვირთა მოედნისა და თამარაშვილის დამაკავშირებელ გზას, რომელიც ტიქიის დროს დაზარავდა და შემდეგ მისი რეაბილიტაცია მოხდა. ნალექი აქაც საკმაოდ უხვად დაგროვდა და ეს ნალექი მთლიანად მოედინებოდა გზაზე. აქ რის ბრალია ასეთი მდგომარეობა? გზას გააჩნია შესაბამისი დახრა, ეს იყო 115 წუთის განმავლობაში, შემდეგ უკვე ეს მდინარე ვერეში ჩაედინება და უერთდება მტკვარს, ასე რომ ამ დროისთვის ის რაიმე არსებითი შეფერხება შემდგომ არსებული ინფორმაციით არ გვაქვს. ბატონო დავით, გამომდინარე იქიდან, რომ მოქალაქეებმა დახმარებისთვის მიმართეს სამაშველო სამსახურს და გარკვეული ბრიგადები გასულები იყვნენ წყლის ამოტუმბით სამუშაოებზე, მოქალაქეებს მიადგა ზარალი. როდისთვის გეგმავს მუნიციპალიტეტი ამ ზარალის აღწერას და იგეგმება თუ არა, რომ მოქალაქეებს ეს ზარალი აუნაზღაუდეთ? გამგეობის საუბნო სამსახურები ასევე პარალელურ რეჟიმში მიდიან მოსახლეობასთან და ნახულობენ ადგილზე არსებულ მდგომარეობას. პირველად და გადაუდებელი რაც არის სამაშველო სამსახურთან ერთად წყლის ამოწუმბის სამუშაოები და პირველად მდგომარეობამდე მოყვანა საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურისა, რა თქმა უნდა, პლუს მოხდება იქ სადაც ზიანის შეფასება ახერა და რასაკვირველია მოსახლეობას დაეხმარება. ბატონო დავით, გქონდა თუ არა კომუნიკაცია მეტეოროლოგიურ სამსახურთან? მოსალოდნელია თუ არა, რომ დედაქალაქში მსგავსი ნალექი დღის განმავლობაში კვლავ განმეორდეს? ამ ეტაპისთვის უკვე წვიმა შეწყდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით უხვინალექი მოსალოდნელი არ არის და ვფიქრობთ, რომ ხვალიდან გამოიტანოს. დიდი მადლობა ბატონო დავით, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია იყო მომამბესთან პირდაპირ სატელეფონო კავშირზე.